სან-ფრანცისკოში, ლოს-ანჯელესში, ჰავაისა და ჰოლივუდში გადაღებული ეს ვიდეო და ფოტომასალა საბავშვო ბაღებისთვის მილიონების მოპარვაში ბრალდებული კახაბერ გვანცელაძის ოჯახის ამჟამინდელ ცხოვრებას ასახავს. თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით საბავშვო ბაღების ბიუჯეტიდან წლების განმავლობაში ფულს იპარავდა და მფარველობის სანაცვლოდ ამ წელს სუსის შეფს გრიგოლ ლილუაშვილს აძლევდა, ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. არ არიან? აღარ ცხოვრობენ აქ? არ არიან ახლა. რამდენი ხანია დაახლოებით? უკვე ამდენი ხანი არ ცხოვრობენ. საქართველოში არ არიან? გვანცელაძე ქვეყნიდან ამერიკაში საცხოვრებლად იქამდე წავიდა, ვიდრე გამოძიება მისი საქმიანობით დაინტერესდებოდა. გვანცელაძემ და მისმა ოჯახმა შტატებში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად საიმიგრაციო სამსახურში დოკუმენტაცია უკვე წარადგინეს. თუმცა მისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ ერთადერთი თავდაცვა ახლა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნაა. მან უნდა დაადასტუროს, რომ საქართველოში პოლიტიკურად იდევნება. სხვა შემთხვევაში ქართულ ოცნებას ამერიკაში მისი დაკავების მოთხოვნა და საქართველოში ექსტრადაცია შეეძლება. ალო, გამარჯობა, ქალბატონ ლალი. ქალბატონ ლალი, თქვენ სიძეს, კახა გვანცელაძეს ედავებიან ატკატების და ქრთამის აღებას. ამიტომ დატოვეს ქვეყანა და ამერიკაში საცხოვრებლად გადავიდნენ? ოპოზიციის მოხდით საჭესთავზე ვარ, ეხლა ვერ დაგელაპარაკებ. ქალბატონ ლალი, საქმე არის აღზრული თქვენი სიძის წინააღმდეგ. რას თქმით იპარავდნენ ბავშვებისთვის განკუთვნილ ფულს ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირები. ყველაზე დიდ ფულს ბაღების სააგენტო ბავშვთა კვებაში და საბავშვო ბაღების მშენებლობა რემონტში ხარჯავს. პროკურატურას არ დაუზუსტებია, რომელი ტენდერებიდან ხდებოდა ფულის მოპარვა. გამოდის, რომ ან ბავშვების კვებიდან მიდიოდა მილიონები ოლიგარქის გუნდის ჯიბეში, ან საბავშვო ბაღების მშენებლობიდან. როდის გაიგეთ თქვენ თანამშრომლების დაკავების შესახებ ინფორმაცია, ბატონო? ბაღების გაერთიანებაში რამდენი თანამშრომელია დაკავებული? არ გაგიგიათ, ბატონო, თქვენი ყოფილი ხელმძღვანელი და თანამშრომლები რომ დააკავეს? პროკურატურა ამბობს, რომ მილიონობით თანხას იპარავდნენ. პროკურატურის ვერსიას თუ დავეყრდნობით, სქემა ასე მუშაობდა. ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გარიგებაში შედიოდა სამშენებლო კომპანიებთან და მათ დიდი ოდენობით ქრთამის სანაცვლოდ სახელმწიფო ტენდერებს აგებინებდა. იმისთვის, რომ გამოძიება ჩაწყობილი ტენდერებით არ დაინტერესებულიყო, რაც სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს საქმე იყო, ქრთამის სახით თანხის ნაწილს სუსის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილს აწევდა. ლილუაშვილი კი იყენებდა უფლებამოსილებას და არ იძიებდა ბაღების სააგენტოდან მოპარული ფულის ამბავს. ბაღების სააგენტო თბილისის მერიის უწყება. მისი შესყიდვები და ფულის ხარჯვის კონტროლიც მერიის კონტროლით ხდებოდა. როგორ მუშაობდა ბაღების ძარცვის სქემა, ისე რომ მერმა არაფერი იცოდა. თქვენ არ გაგიგიათ, რომ აუდიტის სამსახური გყავთ უწყებაში? ხომ გყავთ? აუდიტორის სრული შემოწმებები რომ ატარეთ, იქ ვერაფერი ვერ ნახეთ? რო ყოფილიყო ამას მიეცემოდა რეაგირება. ანუ სამსახურეობრივ გულგრილობაზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ ბატონო კახე? თქვენს მიერ გატარებულ სამსახურეობრივ გულგრილობაზე. კარგი და რო გაიგო? როგორ არ მინდა რომ გავიგო ბატონო კახე? თქვენ მეუბნებით რომ პასუხისმგებელი ხართ მხოლოდ სკვერების გახსნაზე? გეუბნებით იმას, რომ დანაშაული რომ გამოვლენილიყო, გამოევლინა აუდიტის სამსახურს, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამას მიეცემოდა შესაბამისი რეაგირება, როგორც სხვა შემთხვევაში. იმიტომ რომ არ იყო იქ, არაფერი არ იყო. პროკურატურა იგონებს ახლა. მე გეუბნებით, რომ იმის უკან თუ კი რაიმე არსებობს, ამაზე მე არ მაქვს ინფორმაცია. დინარაძის გამოძიებამ კალაძემ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ახლა მერმა უნდა იმართლოს თავი, რომ არ იცოდა როგორ იპარავდნენ მილიონებს სააგენტოდან, რომელიც მას ექვემდებარებოდა.
არადა კალაძეს არამხოლოდ ზედამხედველობის, არამედ კონტროლის ბერკეტებიც აქვს, რადგან მერი ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს უფროსს, ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს და აუდიტის სამსახურის მეშვეობით აკონტროლებს დახარჯული ფულის მიზნობრიობას და ჩატარებული ტენდერების კანონიერებას. ანუ ყველაფერი, რაც ბაღების სააგენტოში ხდება, წესით დედაქალაქის მთავრობის კონტროლს გადის. შესაბამისად ჩნდება კითხვა, თუ მდინარაძე მართალია და ბაღების სააგენტოს ექს-შეფი სუსის უფროსთან ერთად ბაღების ფულს იპარავდა, როგორ ვერ გაიგო ეს კალაძემ. თქვენი პასუხისმგებლობა არ დგება თუ თქვენც ჩართული იყავით ამ მფარველობაში, ბატონო კაკი. სისულელებს აფრიალებს. შეხედეთ რა უნდა დოკუმენტი. შეხედეთ თავმჯდომარე, ვინ არის? ვისი თავმჯდომარე? რა თავმჯდომარე? ტენდერი ჯეო შესყიდვის კომისია, კომისიის თავმჯდომარე თქვენი მოადგილე ირაკლი ბენდელიანია. ეს ამ შესყიდვებს რატომ ახორციელებდა? ეს ხომ მერიის შესყიდვებია, ბატონო კაკი. შეგიძლიათ მოისმინოთ? მოვის ჩემს შეეხება ჩატარებულ ტენდერებს ჩვენ არ გვაქვს კითხვის ნიშანი. თუ ამის იქეთ რაიმე არსებობს, ეს არის შესაბამისი უწყებების საგამოძიებო მოქმედებები, რომელსაც ისინი ატარებენ. დაველოდოთ იმას. პროკურატურით გაიგეთ ამბავი, რომ თქვენი პროკურატურით ტენდერი ჩატარებული იყოს, სწორად რაიმე რო ყოფილიყო გადაცდომა, ამას ჩვენი მხრიდან მოყვებოდა რეაგირება. ოფიციალური მონაცემებით ბაღების სააგენტომ 2020-2021 და 22 წლებში თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 450 მილიონი მიიღო და 10-ობით ტენდერი ჩაატარა. ბაღების სააგენტოს ანგარიშზე 2020 წელს 134 მილიონი, 2021 წელს 155, 2022 წელს კი 170 მილიონი ჩაირიცხა. სწორედ ამ წლებს სწავლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც და მთავარი პროკურატურაც. თბილისის მერი ამტკიცებს, რომ მისი მერობის პერიოდში უწყება დეტალურად მოწმდებოდა, თუმცა ვერც თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა და ვერც თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიამ ვერც ერთ ტენდერში დარღვევა ვერ იპოვა. შაბათის ეთერმა მოიპოვა დოკუმენტები, რომელსაც ხელს კახა კალაძე აწერს და რომელიც შიდა აუდიტის წლიურ გეგმებს ასახავს. დოკუმენტების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ შემოწმება თბილისის მერიამ ბაღების სააგენტოში ნამდვილად ჩაატარა, თუმცა მხოლოდ შესაბამისობის აუდიტი. სააგენტოში ფინანსების მართვის ადეკვატურობით მხოლოდ 2024 წლის 23 დეკემბერს დაინტერესდნენ. ამ დროს გვანცელაძე არც ბაღების სააგენტოშია და არც საქართველოში. ამ წლებში პირდაპირ ფინანსური აუდიტი ჩატარებული არ არის, ანუ თითქოს კალაძე ერიდებოდა ფინანსების შემოწმებას და ჩატარებული არის მხოლოდ შესაბამისობის აუდიტი, რომელიც თავის თავში ხარჯვის და ფინანსების კონტროლს ავტომატურად არ გულისხმობს. ამიტომ თავარი შეკითხვა პირველი, რომელსაც კალაძემ უნდა გასცეს პასუხი, ამ 3 წლის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმებისას ამ აუდიტის ანგარიშებში არის თუ არა ფინანსების და თანხების ხარჯვის კონტროლი ჩატარებული და შემოწმებული, რა დარღვევები აღმოაჩინა და თუ ვერ აღმოაჩინა, ამაზეც რა თქმა უნდა ის არის პასუხისმგებელი, იმიტომ რომ გამოდის, რომ ან შეგნებულად დახუჭა თვალი მისმა უწყებამ არსებულ დარღვევებზე, ან არ იყო პროფესიონალიზმი. რატომ არ ატარებდა თბილისის მერია სისტემურ ფინანსურ აუდიტს ბაღების სააგენტოში სადავო 2020, 2021 და 22 წლებში? და რატომ დაინტერესდა კალაძე სააგენტოს ფინანსების ხარჯვის კანონიერებით მხოლოდ მას შემდეგ, რაც გვანცელაძე თანამდებობიდან და ქვეყნიდან წავიდა? თბილისის მერიაში არსებულ კორუფციულ სქემებზე არც ერთ პასუხისმგებელ მაღალჩინოსანს პასუხი არ აქვს. არ მაქვს ამაზე ინფორმაცია, რომ სწორედ გამოძიებასთან ეკავშირებით. თქვენ არც ერთ არ გისაუბრეთ, შიგნით მაინც არ გილაპარაკიათ ამ ხელაბრალი რომ წაუყენეს, ამ ხელა ადკატებს. ანუ მაღალჩინოსნები მერიის ადკატებს იღებდნენ და მერიის არც ერთმა მაღალჩინოსანმა არაფერი არ იცოდა. კარგი. ვიცემერია პასუხი. გამოკითხული არც ერთი თანამდებობის პირი არ ხართ? გამოძიებას თქვენთან კითხვები არ გქონია? ბაღების სააგენტო თბილისის მერიის ბიუჯეტის 10-15%-ს ხარჯავს. აქვს უმსხვილესი შესყიდვები როგორც კვების, ისე ინფრასტრუქტურის მიმართულებით. პროკურატურა ამბობს, რომ გამოძიების ამ ეტაპზე ქრთამის აღების ფაქტები სამშენებლო ტენდერებში მონაწილე კომპანიებიდან ხდებოდა, თუმცა
საგამოძიებო უწყებების სხვა ხელშეკრულებებსაც სწავლობენ. რადგან გამოძიება 2021 წლიდან 23 წლამდე ბაღების სააგენტოს გამოცხადებულ ტენდერებს ეხება, ჩვენ მოვიძიეთ ის კომპანიები, რომლებიც ამ ტენდერებში მონაწილეობდნენ. ჯამში 7 მსხვილი კომპანია გამოიკვეთა. მათგან ორს, Brand Styles და House Tops 2009-ს 40 მილიონამდე ლარის ტენდერი აქვთ მოგებული. რადგან პროკურატურა არ აკონკრეტებს, ჩვენ ახლა ამ კომპანიებში ვცდილობთ გარკვევას, ვისგან აიღეს ქრთამი. ატკატების საქმეზე კითხვები დასვეს თქვენთან? არ დავუსვიოთ. არავის თქვენგან დოკუმენტაცია არ მოუთხოვია? არ მაქვს ინფორმაცია ამ წუთის დავკეთეთ ბატონ მიხეილს ახლა. და მე როგორც ვიცი არ მოუთხოვიან რა. მოდით გადავამოწმოთ, გქონდათ თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს და პროკურატურას? ამ ეტაპზე დარწმუნებით გქონდით რომ არ ქონია. განსაკუთრებით პირადად იცნობ და შეხვედრა გქონია რამდენჯერმე ვიყავით შეხვედრაზე მათ შორის მეც ცალკე ბატონი მიხეილიც ცალკე. რატომ შეხვდით რა გინდოდათ განსაკუთრებასთან? კომპანიები რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას ტენდერებში, რამდენიმე კომპანია არ მახსოვს ხა რამდენი მათ დასახელება და შემდეგ თქვათ სანამ დაიწყებოდა ტენდერი მივდიოდით და როგორ გითხრათ ასე ვთქვათ რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ, რა გეგმით ვაპირებთ ამის შესრულებას და შემდგომ ბაღების სააგენტოს შეუსრულებელი ტენდერების გამო სკანდალში არაერთხელ გაეხვა. წლების წინ დაწყებული ბაღების რეაბილიტაცია დღემდე არ დასრულებულა. მაგალითად, ლილოს დასახლებაში ევგენი აფხაზავას ქუჩის 17 ნომერში მდებარე ამ ბაღის რეაბილიტაციისთვის ბაღების სააგენტომ ტენდერი პირველად 2019 წელს გამოაცხადა და 5.446.720 ლარის ხელშეკრულება კომპანია ორნამენტს დაუდო. პირობები ვერ შესრულდა, ამიტომ 2021 წელს კიდევ ერთი ტენდერი გამოცხადდა. მოიგო შეპესე იმპოსტმა, თუმცა ახალი საბავშვო ბაღის აშენება ვერც ამ კომპანიამ შეძლო. 2023 წელს ბაღის აშენება ამჯერად შეპესე მეტალ პლუს ანდეს. ეს ტენდერიც შეუსრულებელია. ახლა მერი პირობას დებს, რომ 2026 წელს 2019 წელს დაწყებულ მშენებლობას დაასრულებს. სრულად პასუხისმგებლობა ეკისრება მერიას, შემდეგ ბაღების სააგენტოს, კომპანია რომელიც გასცემს ატკაც, ანუ ამ ატკაც ჯიბიდან არ იღებს კომპანია, ხო? კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩარიცხული ფულიდან იღებს და აძლევს უკვე კონკრეტულ შემთხვევაში ლილუაშვილის ან იმ გამტარ ადამიანს, რომელიც გვანცელაძესა და ლილუაშვილის შორის დადიოდა. თუ კვების ნაწილში ვიგულისხმობთ, ეს დააკლდება კვების ხარისხს, კვების ულუფას და რაც რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ ბავშვებს მოპარეს ფული საკვებიდან. თუ ჩვენ წავალთ მიმართულებით, რომ ამ ატკატებს იღებდნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან, ესეც ახაც კლება იქნება ხარისხთან მიმართებაში, ვადებთან მიმართებაში. კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე გვიხსნის, რას სავარაუდო მაქინაციებს ჩადიოდა ბაღების სააგენტო. თითქოს ერთი შეხედვით ხალხის ფულს გამჭვირვალედ ხარჯავდნენ და ელექტრონული ტენდერები ცხადდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ამ ტენდერებს ისეთი გრიფით აცხადებდნენ, რაც არაერთი დოკუმენტის დამალვის საშუალებას იძლეოდა. ეს ჯეოტენდერი არის, როდესაც მაგალითად გამარჯვებულის ხელშეკრულება არ იტვირთება. მაგალითად ის, რომ რაღაც გარკვეული ოქმები არ იტვირთება და მეორე კომპანია, რომელიც მონაწილეობდეს და რომელიც ფიქრობს, რომ რაღაცაში დაიჩაგრა, გასაჩივრება რომ მოუნდეს, ის მცირე სწრაფი გასაჩივრების წესი, რომელიც არის დავების საბჭო. ამის უფლებას არის მოკლებული. ყალაძეს აქვს ორი ვარიანტი და ორივე არის ცუდი და მეორეზე უფრო ცუდი. ერთმანეთზე ცუდი ვარიანტი აქვს. პირველი ის, თუ ყალაძემ საერთოდ არ იცოდა რა ხდებოდა მის სტრუქტურულ ერთეულებში და ისე პარავდნენ ამ ადამიანს ფულს, მაშინ ამან უნდა დაწეროს განცხადება და წავიდეს. და მეორე არის ან თვითონ იღებდა სარგებელს. ტენდერებს ჯეო სტატუსით, რომელზეც ახლა კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე საუბრობს, ბაღების სააგენტოსთვის თბილისის მერია აცხადებს. სპეციალური სატენდერო კომისია სწავლობს ტენდერში მონაწილე კომპანიების შეთავაზებას, სტატუსს და გამოცდილებას. კომისია თბილისის მერიის და ბაღების სააგენტოს თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული. კომისიის თავმჯდომარე და პასუხისმგებელი პირი კი კახი კალაძის მოადგილე ირაკლი ბენდელიანია.
2017 წლიდან 2023 წლის გაგეცით პასუხი ნახეთ ძალიან მარტივ კიდევ ერთხელ რანაირად შეიძლება დედაქალაქის მერის მოადგილეს რომელიც კომისიის თავმჯდომარე იყო რომლის ხელშიც დოკუმენტები გადიოდა ვერ გაიგოთ რომ ადკატების მილიონებს იღებდნენ თბილისის მერია არ არის საგაონძიებო უწყება ნახეთ ვერც თბილისის მერი ვერც თბილისის მოადგილეები ვერ განახორციელებენ საგამოძიებო სწავლობდა ამ კომპანიებს ბატონო იგივე უნდა გაქცეთ. სუსის გამოძიებული საქმით პროკურატურამ ლილუაშვილის გავლით დარტყმა კახა კალაძესაც მიაყენა. თქვა რომ მერიიდან ბავშვების ფულს იპარავდნენ. ამ სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნა ყობახიძემ სცადა. მაქვს ინფორმაცია რომ ამ ფაქტთან მიმართებით გამოძიება რასაც ავლენს წინასწარი მონაცემებით არავითარი შემხებლობა არ ქონია კახა კალაძეს რა თქვა ყობახიძემ ამ განცხადებით. კალაძე დაიცვა თუ მიანიშნა რომ კალაძე სიტუაციას ვერ აკონტროლებს და შესაძლებელია მერიიდან დიდი ფული ისე მოიპარონ რომ ხელმძღვანელმა პირმა ამის შესახებ ვერც კი გაიგოს. ან კალაძე მიცოდა რომ ეს ათკატები მიდიოდა სუსის ხელმძღვანელთან და ფულს იპარავდა მისი ბიუჯეტიდან სუსის ხელმძღვანელი და ის ამ საკითხში ვერ ბედავდა ჩარევას ან და ის ამავე სქემაში მონაწილეობდა თავადაც დანაშაულებრივად თუ ეს ვერსია სწორია, ანუ კალაძე მიცოდა რომ ლილუაშვილთან მერიის ტენდერებიდან წილი მიდიოდა და სუსის უფროსის წინააღმდეგ ვერ წავიდა, გამოდის რომ ეს კარგად აწყობილი სქემა იყო და მხოლოდ კალაძე ამას ივანიშვილის თანხმობის გარეშე ვერ აუნთებდა მწვანე შუქს. მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ გაახსენდათ ახლა მერიის ტენდერები და ხომ არ იყო მიზანი ლილუაშვილთან ერთად კალაძის გაშავებაც. პროკურატურა ამბობს, რომ ბაღების სააგენტოში დიდ ფულს იპარავდნენ და რამდენი თანამშრომელი დააკავეს. აქ ჩატარდა სპეცოპერაცია, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ. პროკურატურამ თქვა, რომ ბაღების ძარცვის საქმეში ბაღების სააგენტოს თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. ამიტომ ახლა აქ ვცდილობთ გავარკვიოთ, რამდენი კაცი დააკავეს. ბაღების სააგენტოს ბრალდებული ხელმძღვანელი დიდი ხნის წინ წავიდა ქვეყნიდან. ბავშვების კბებიდან იპარავდნენ. გამოძიებისთვის შეიძლება აბსოლუტურად ყველა მიმართულება იყოს შესწავლილი და საინტერესო, ამიტომ მიმართეთ საგამოძიებო უწყებას. მე არ მაქვს ინფორმაცია წლების წინ. თქვენი თანამშრომელი ვინ დაიჭერეს არ გაინტერესებთ? ფულს ვინ იპარავდა და ატკატებს ვინ იღებდა არ გაინტერესებთ? მე არ ვიტყობს არ მაინტერესებს, მე გითხარით რომ დღეს დაკავებული არავინ არ არის მოქმედი, თუმცა თუ ვინმეს მიმართ არსებობს რამე მსგავსი კითხვა, რა თქმა უნდა ჩვენ ყველა უნდა ვიცოდეთ. პასუხები კითხვებზე არც ბაღების სააგენტოს მოქმედ ხელმძღვანელს აღმოაჩნდა. ყველა დეტალი ახლა კალაძის წინააღმდეგ მუშაობს. ეს ოცნების მოქმედი ლიდერის წინააღმდეგ მისივე გუნდის დაგეგმილ გაშავების კამპანიას გავს, ან მხილების სერიას, რომ კალაძე სიტუაციას ვერ მართავს. ახლა მთავარი კითხვებია, მერმა იცოდა რომ ფულს იპარავდნენ, მაგრამ სუსის უფროსის წინააღმდეგ ვერ წავიდა, რადგან ზევიდან ეს სქემა გამწვანებული იყო. ბაღების ზარცვის სკანდალი ლილუაშვილის ციხეში გასაშვებად შეიკერა თუ კალაძე იმდენად ცუდი მენეჯერია, რომ მის უწყებაში არსებული კორუფციული სქემების შესახებ ვერც კი იგებს.